მესამე შვიდეულიც ოთხშაბათს, რათა ამ ქვეყნიდან ჩვენი უეცარი გასვლის გამო გრძნობები და გონება მიუღებელი გულისთქმებისგან ფრთხილად დავიცვათ. ძმანო და მამანო, ამ წმინდა მამისა და მოძღვრის აკყოფნისას უჯეროა ჩვენთვის საუბარი, მაგრამ ცოტა რამ მაინც ვთქვათ ჩვეულების გამო. აჰა, ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ჩვენი ცხოვრება მცირდება და სიკვდილს უახლოვდებით. აქედან წასვლა და მამებთან და ძმებთან შეერთება საჭიროა ჩვენთვის. ამიტომ აუცილებელია დიდი სიფხიზლე, სიფრთხილე და გულის მზადყოფნა. წარღვნის საკითხავი და ასევე უფლის სახარებაში ნათქვამი მოვისმინოთ. ვითარცა იგი დღეთა მათ ნოვესთა, ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს, იყიდდეს და განყიდდეს და მეყსეულად მოიწია წყლით ღვნა იგი. ეგრეცა იყოს მოსვლაცა ძისა კაცისასა. იმ დროინდელი ადამიანების გვიკვირს თითქოს, თუ როგორ იყვნენ ულმობელნი და არა უფრო შეშინებულნი და შეძრწუნებულნი. ამიერიდან ვიფრთხილოთ, ვაი თუ რის გამოც ვადანაშაულებთ, იმავეში უგუნურებით ჩვენც აღმოჩნდეთ, რადგან ახლა არათუ კიდობანი მზადდება 100 წელში დასრულებადი, არამედ ყოველდღიურად საფლავი შეიმჩნევა დასრულებული, სადაც ჩასვლა გვეიმედება. ახლა ყოველდღიურად მიუხედავად ჩვენი ძმების გატაცებისა, არ ისვენებს სიკვდილი და ეს მაშინდელთან შედარებით უფრო საშიშია. ამიტომაც ძლიერ საჭიროა სიფხიზლე და სიფრთხილე. არ ვამბობ, რომ არ ვჭამოთ, არც ვსვათ, არც შევიმოსოთ, ნურც მოხდება ასე, მაგრამ გინა თუ ვჭამდეთ, გინა თუ ვსმიდეთ, გინა თუ რაცაცა ვიქმოდით, ყოველსავე დიდებად ღვთისა ვიქმოდეთ, დაუბრკოლებელ ვიყვნეთ ხურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღვთისათა, როგორც მოციქული გვასწავლის. გევედრებით ძმებო, აღავსეთ სიხარული ჩემი, რაითა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაგვდეს, ერთსულ და ერთ ზრახვა იყვენით, იმავე მოციქულის სიტყვისაებრ. ნუ რაფერს გააკეთებთ დავით შურით და სიამაყით, არამედ ერთმანეთს სიმდაბლით პატივი ეცით და მოყვასის პატივი საკუთარზე მეტად მიიჩნიეთ. შევავიწრევოთ ჩვენი მგრძნობელობა, ხედვა, სმენა და გემოს შეგრძნება და შეხება, რომელთა საშუალებითაც შემოდის სიკვდილი. ჩვენს გონებას აღვირი ამოვდოთ, რათა უასროდ არ გაიფანტოს, უღირსი რამ არ გაიხსენოს, არც ბოროტის სცენები წარმოიდგინოს, არც ცოდიონი გულისთქმები დაიგროვოს, რომელთაგან არაფერი გვრგებს, არც გვსიამოვნებს, არამედ უფრო მეტად გვტკივა და ვისმურებით და ვერანაირ სიკეთეს ვერ აღვასრულებთ. ერთი მოცვენება და ერთი სიტყვება იყოს ჩვენთვის, რაც არის სულის განწმენდა და უნებლობისკენ მზერა. ნუ მოგწყენდება, რადგან მოცვენებისთვის ვართ მიწეულნი და უნებლობის სიხარულისთვის მოწოდებულნი. ვეცადოთ და გულმოდგინეთ მოუყვეთ, რათა ყოველი სისუსტე მოღვაწეობით გამოვასწოროთ და შეგვეწიოს ღმერთი, რადგან უფალი ახლოსაა მათთან, ვინც მას დაუთმობს. და თუ კი ასე ვიცხოვრებთ, ცათა სასופველთან მიახლების ღირსნი გავხდებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.